მოგესალმებით ეთერში და სოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. მიხეილ ყაბალაშვილის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძესა და მის მოადგილე როლანდ მესხს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ. გელა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე როლანდ მესხს ასევე მიენიჭება გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში, განაცხადა კობახიძემ. ნუ გაქვთ ილუზია, რომ სანქციები ვინმე შეეშინებს, ან სანქციების დაწესებით ქართული ოცნება შეშინდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უარს ვიტყვით და დათმობაზე წავალთ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კალაძის თქმით, ქვეყნის ინტერესები ამ ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე პრინციპულად მნიშვნელოვანია. შეკითხვაზე სანქციების შემთხვევაში ქეშად შეინახავს თუ არა თანხას, კალაძე პასუხობს: არ ვიცი, მე ბანკში არ მაქვს ანგარიშებზე თანხები, იცით, ეს დეკლარაციის მიხედვით არ მაქვს ანგარიშები, ნაყედი მაქვს კრიპტოვალუტა. ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბოლოს 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. შარშან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. ბოლოს 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა, რომ ავიღოთ შარშან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 2 პირი შარშან იგივე პერიოდში წელს 57. ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა, განაცხადა პრემიერმა. ჩვენ მეგობრებიც გვინდა პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ბოლო იარაღად ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დარჩა, რომლითაც ქართველ ხალხს აშანტაჟებენ. მისივე განმარტებით, სანამ არსებობს რუსეთ-უკრაინის ომი, არსებობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეც. არ გვინდა ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ბევრჯერ ვთქვით ეს. ჩვენ მეგობრებიც გვინდა პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს. მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენ ვიცით ორმხრივი, აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ძლიერმა საქართველოს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა. მერობის კანდიდატები ძლიერი საქართველოს ლიდერებმა ალე კოელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს. ზუგდიდში ძლიერი საქართველოს მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა, ხობში იური ბუკია, ჩოხატაურში ნუგზარ ჩხიკვაძე, ხარაგაულში ინგა მაღრაძე, სამტრედიაში ბადრი ვაშაკიძე. რაც შეეხება ხონის მერობის კანდიდატს, კოალიციის მერობის კანდიდატია გელა ბობოხიძე. ალე კოელისაშვილის ის წარდგენას ვერ დაესწრო ობიექტური მიზეზით, რადგან საქართველოში არ იმყოფება. როგორც ალე კოელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთო მიზნისკენ ერთად უნდა იმუშაონ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ინიციატივით კანონში შევათ სრულილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. როგორც მან მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც. ჩვენ გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირ ფორმით ქონების პრივატიზებაზე. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც. კანონში შევა შესაბამისი სრულილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. შესაბამისად ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად თანხების დაზოგვაზეც გაამახვილა ყურადღება. თარიღები არ არის ნაციონალური მოძრაობის ძლიერი მხარე. 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. მოსახლეობა თავის აზრს გამოხატავს და საქართველოში ცხოვრება გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად ემზადება. ნაციონალური მოძრაობისთვის, რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ. ამიტომ აქ პროგნოზების გაკეთება ყოველთვის ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად. არჩევნებისთვის ემზადებიან არა იმიტომ, რომ მონაწილეობა მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ ჩაშალონ, განაცხადა მახაშვილმა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა დინამო არენაზე მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველო თურქეთთან დამარცხდა. ჯამში 6 ტურიანი საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები I ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველ ადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორე ადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურთან ერთად მაჭს მიხეილ ყაბელაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ჟალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მისი ტერიტორია 3 ზონად დაიყოფა: რუსეთის დემილიტარიზებულ და დასავლეთის ზონად. ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა ავრცელებს. ორბანის მტკიცებით ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიები უკვე აღიარებს რუსეთის ზონის არსებობას და ახლა მხოლოდ მისი ზომა და ფორმატი განიხილება. უნგრეთის პრემიერის თქმით, ეგრეთ წოდებულ დემილიტარიზებულ ზონასთან დაკავშირებული საკითხიც კვლავ ღიად რჩება. ორბანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გეგმა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციასთან ომს გამოიწვევს და ევროპის ეკონომიკას გაანადგურებს. მისივე თქმით, საჭიროა რუსეთთან შეთანხმების მიღწევა, რაც ითვალისწინებს სტრატეგიულ თანამშრომლობას და უკრაინის უარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. მზად ვართ დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვიხილოთ ყველა ტყვის გათავისუფლება ომის დასრულების მკაფიო განცხადების, ღაზას სექტორიდან სრული გასვლისა და ღაზას სექტორის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნის სანაცვლოდ. მედიის ინფორმაციით ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა. ჰამასი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების ძალისხმევას. ნათქვამია განცხადებაში. ჰამასი ადასტურებს, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გარკვეული თავაზებები, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰამასის ბოლო გაფრთხილებას უგზავნის იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მის მიერ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების პირობების მიღებაზე უარის თქმას მოყვეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰამასის ბოლო გაფრთხილებას უგზავნის იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მის მიერ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების პირობების მიღებაზე უარის თქმას მოყვეს. ყველას სურს, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ, ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ისრაელმა მიიღო ჩემი პირობები, დროა ჰამასმაც მიიღოს. გაფრთხილე ჰამასი უარის თქმის შედეგების შესახებ, ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, სხვა აღარ იქნება. წერს ტრამპის სოციალურ ქსელში. ამასთან ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით ღაზას საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება. ჩვენ ძალიან მალე მივაღწევთ შეთანხმებას ღაზას საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ გადაწყვეტაზე, რომელიც შესაძლოა ძალიან კარგი იყოს, განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს. ნებისმიერ ომში საფრთხე ესკალაცია. როგორც ჩანს, რუსეთი ესკალაციას ახდენს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმით. კიევში უკრაინის მთავრობის ოფისებზე დარტყმით. ასე ეხმაურება უკრაინის საკითხზე დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას. ისტორია აჩვენებს, რომ მოვლენები შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს ასეთი ქმედებების შედეგად. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის შესაჩერებლად. თავდასხმა არ იყო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს სურს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება, წერს კელოგი. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.